მოგესალმებით დიდი სიყვარულით და პოზიტიური ენერგიებით ყველას, ვისაც ეს ვიდეო შეგხვდათ და გაჩერდით აი ამ დრომდე. გისურვებთ იმ დღის მონაკვეთს, პოზიტიურს, რა მონაკვეთშიც ახლა თქვენ შეხვდით. ჩემო ძვირფასებო, დღეს გვაქვს ჩვენ გაშლა აქ ურთიერთობის პერსპექტივა, რაც მოისაზრება არსებულ ურთიერთობაში, როდესაც წყვილებს აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა. ეს არ ეხება მათ, ვისაც გაჩერებული ურთიერთობა აქვს. მაგ თემაზე ვიდეოები გვიდევს ჩვენ სივრცეში. ბევრი ვიდეო აქტუალურია მაშინ, როდესაც გახსნით მას არა აქვთ და ასე რომ ნებისმიერი ვიდეო, რომელიც დაგიძახებთ, არის ახალი მაშინ, როდესაც შენ მაგას გახსნი. სიგნიფიკაციას გავაკეთებთ ახლა, რათა მივხვდეთ ეს გაშლა თქვენია თუ არა. უბრალოდ როგორი შინაარსის ურთიერთობას ეხება, იცით ეს გაშლა. ურთიერთობაში ხართ, კომუნიკაცია არ არის გაწყვეტილი, მაგრამ არის რაღაცა ხარვეზები. აი ასეთი სახის ურთიერთობას ეხება, ან შესაძლოა საერთოდ არ არის ხარვეზები, თუმცა არ არის გარკვეული თქვენი ურთიერთობის მომავალი. ნახოთ, სად მიდის ეგ ურთიერთობა. ეხლა კი მანამდე სიგნიფიკაცია, ეხლა რა ხდება თქვენს შორის. ეხლა რა ხდება თქვენს შორის, მოჩვენე, დარო. ეხლა რა ხდება თქვენს შორის. აბა რა ხდება ეხლა? ეხლა რა ხდება თქვენ შორის და გამოვიდა აქ ქურუმ ერთი წამით ეს განათება უნდა ჩავდო. ჩუმად მიმდინარეობს იმ წინააღმდეგობებისთვის ბრძოლა, უფრო თქვენზე აქ აქცენტი. თქვენი მხრიდან აი ისე რომ არ გამომჟღავდეს, აქ ძალიან ესეთი ჭკვიანი ქალია, გამოუცნობი, შეუცნობელი და აქ მიმდინარეობს ამ ქალის მიერ იმ წინააღმდეგობების გადალახვა, რაც თქვენი ურთიერთობის წინსვლას უშლის ხელს. შესაძლოა იმას აკეთებთ, რაც მაგ კაცმა უნდა გააკეთოს ამ ურთიერთობაში, მაგრამ ანუ მაგიტო არის აქ, რომ იმაზე მეც აკეთებ, ვიდრე ეს შენ გევალება. მაგრამ ამას ისე აკეთებ, რომ აი ვერ ხედავს ეგ შენი პარტნიორი ამას, შენ რას აკეთებ თქვენი ურთიერთობის წინსვლისთვის. თუ იცანით თქვენი თავი, გავაგრძელოთ გაშლაზე დარჩენა. ეხლა კი ვნახოთ, რა პერსპექტივები აქვს თქვენს ურთიერთობას უახლოესი 3 თვის განმავლობაში. რა პერსპექტივები აქვს თქვენს ურთიერთობას უახლოესი 3 თვის განმავლობაში. მან არას ცოტა ჩავწევ, ეს ცოტა ისეთი დასტა. აქ თქვენ თუ იდუმალ ურთიერთობაში ხართ, თქვენ აი ტექნიკურად ცდილობთ, რომ გამოხვიდეთ ამ იდუმალი სტატუსიდან, განაურთიერთობიდან სტატუსიდან.
თქვენ ურთიერთობაში მამაკაცია უფროსი. ამ მამაკაცს თუ ფულის პრობლემა აქვს, ჩემო კარგებო, აქ შეიძლება ეს სვავდეს, ეს ცოტა სოლიდური პიროვნება ჩანს, აქ რაღაც ავტორიტეტით შეიძლება ქონდეს თავის გარემოში. მაგრამ აქ და შეიძლება სვავდეს ეს ადამიანი და გიმალავდეთ ამას. და თუ მანძილია თქვენ შორის და ასე შემდეგ, ეს იცოდეთ ფულზე განიცდის ძალიან და რაღაცნაირად მსხვერპლად მიაჩნია თავი, ეცოდება თავის თავი და რაღაც ეს სიტუაციები აქვს, მაგას ამას გიმალავთ, რა თქმა უნდა. როგორი რაღაცაა, იცი? აქ ეს ადამიანი არ იხსნება. ადამიანისაგან თუ იგრძენთ, აი რაღაცა სიცივე გრძნობების შებოჭვა, შეიძლება კონფლიქტიც კი, იცოდეთ, რომ ამას აქვს რაღაცა შეიძლება ფინანსებთან დაკავშირებით არ შეჩერება, რაღაცა და მაგის გამო არის აპათიაში, ძალიან სენტიმენტალურ ემოციებში და აქედან გამომდინარე, თუ თქვენ სერიოზულ ურთიერთობაზე შეჩერდა წინსვლა, ეს იცოდეთ, რომ ამის გამო ხდება და ეს ამაზე ძალიან ნერვიულობს ვიღაცისთვის. რაც შეეხება პერსპექტივა არის ის, რომ თქვენ გაცნობიერებულად გაქვთ სიყვარულისთვის მზადყოფნაში ხართ, ყველაფერი აქ უბრალოდ შეიძლება ემოციური გათვლები გააკეთოთ თქვენ ამ მამაკაცისთვის, რადგან ამ სიყვარულში ცოტა არ იყოს ბევრი ტანჯვა გაქვთ გამოვლილი. და შეიძლება მოაჩვენოთ თავი, რომ გადიხართ ამ ურთიერთობიდან, როგორ იცი, აი თუ რაღაც ესე არ იქნება, გაბუტულის პოზიციაში რა, ამ ადამიანთან არც სექსუალური ურთიერთობა გექნებათ, არაფერი, თითქოს მოახლოების საშუალებას მიცემთ, მაგრამ რეალურად არ მიცემთ. აი რაღაცა ულტიმატუმის თემა იქნება აქ რა. ოღონდ ისე ტექნიკურად თქვენი მხრიდან მაქსიმალურად ამის სექსუალურობაზე გააკეთებთ აქცენტს, მაგრამ არ მიცემთ ამის საშუალებას. პერსპექტივა არის ისეთი, რომ ჩემო კარგებო, აქ შეიძლება მოხდეს კონფლიქტი ამ ყველაფრის ფონზე, რაც ტრანსფორმაციის გზა იქნება მაგაკაცისთვის, რადგან აქ როგორი რაღაცაა, იცი, აი ეს კაცი შეიძლება დაიღალოს აი ამ თქვენი ტექნიკურობით და აქ რაღაცა კონფლიქტი მოხდეს თქვენც ამოხედქოთ, იმიტომ რომ თქვენ ცოლობისკენ უგიძგებთ აქ ამ ადამიანს და ეს ადამიანი ამაზე გაღიზიანდება, იმიტომ რომ მაგას გითხარით რა პრობლემებიც შეიძლება გქონდეს და არ გეუბნებოდეთ. და რა თქმა უნდა, დავამატოთ ლენორმანის ტაროს ორაკულით მომავალი პერსპექტივა თქვენი ურთიერთობის ერთი არკანით მაჩვენეთ. ორი წამოიღო. შემოძვირფასო ადამიანო, ამ ეს ურთიერთობა მყარია, კოშკი ნიშნავს სიმყარეს, მიუხედავად 1000 გვარი წინააღმდეგობებისა, რაც ახლა გახვევიათ ირგვლივ. უბრალოდ აქ იმ როგორი რაღაცა იცი, არ იმსახიობოთ, აქ უფრო რჩევა ამოვიდა, არ იმსახიობოთ, იმიტომ რომ იცი როგორ არის, აი ეს ადამიანი რაც უფრო შეეცდებით, რომ საბმელში შეიყვანოთ, მით უფრო ეცდება, რომ არ ითამაშოთ ამ ადამიანით, გაგიქცეს და აქედან გამომდინარე, თუ დაუშვათ, ხო, ეს ადამიანი ასევე პერსპექტივა არის ის, რომ თუ დაუშვათ, აი რაღაცა ისი არ არის და თქვენთან ისი აღარ არის, ან ისე ხშირად არ მოდის, უელოდებით რაღაცა და ასე შემდეგ არ გაძლევთ იმ ოფიციალურობას, ამას აქვს თავისი მიზეზები. მაგრამ აქ ოჯახი ყველა ვარიანტში შედგება პერსპექტივაში. ლენორმანი უფრო არის კონკრეტული, ეხლა დრო არ დაგვისახელებია, მაგრამ ლენორმანი ამბობს, რომ ოჯახური თემა
ნამდვილად შედგება ოფიციალურად, როდის როგორ არის, აქ უბრალოდ რჩევის სახით მოგწეს, მანარამ კი სიღრმისეულად ჩაშალა შინაგანი მოტივები თქვენიც და იმ ადამიანის, მანარა არის საოცარი, დამალული, დაფარული, რაც არის ყველაფერს ამჟღავნებს და უბრალოდ მანარას მხრიდანაც რჩევა იქნება ის, რომ ნაკლები манипуляცია გააკეთოთ ამ ადამიანზე, რადგან მოგეუბნები ამ ადამიანს შეიძლება ან აქ, ან შეექმნას ფინანსური პრობლემები, ან არ იცით თქვენ რატოა ეს ადამიანი რაღაცა გაუცნაურებული, იმიტომ რომ ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ძალიან ნერვიულობს ფინანსურ თემაზე, რასაც თქვენ არ გეუბნებათ, გაციებულია ემოციურადაც, იმიტომ რომ მამაკაცისთვის ფინანსები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შენთვის სიყვარული. შენ სიყვარულს გამოხატავს ჩახუტებით სიტყვაში, ის კი სიყვარულს გამოხატავს თავისი ქმედებით, ფინანსებით და იმით თუ რაოდენ რესურსიანია ფინანსურად, იმ დონეზე შეუძლია, რომ უყვარდეს ქალი, ეს მათი ფსიქოლოგია, რას ვიზავთ. მე კი გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და გელოდებით შეფასებებში, კომენტარებში დაფიქსირეთ თქვენი სიტუაციები, რამდენად იყო ეს გაშლა თქვენი. და რა თქმა უნდა, გისურვებთ მზეს თქვენს სულში.